ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ლეჩხუმის მუნიციპალიტეტის მდინარეების შენაკადები წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის განაყოფიერებული 20,000 ქვირითით დათევზიანდა. დათევზიანების პროცესში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ველური ბუნების სააგენტოს უფროსი და რაჭა ლეჩხუმის გუბერნატორი მონაწილეობდნენ. განაყოფიერებული კალმახის ქვირითი ველურ ბუნებაში ინკუბაციის ბოლო ფაზას გაივლის. ნაკადულის კალმახის ქვირითის და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის გამრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკის პროცესს. წითელი ნუსხის სახეობის ნაკადულის კალმახის გამრავლების პროექტს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის ველური ბუნების ეროვნული სააგენტო 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტი ხელს უწყობს ნაკადულის კალმახის პოპულაციას, ბიომრავალფეროვნების მდგრად მართვას. დღეს ეს პროცესი ჩატარდა ცაგერის მუნიციპალიტეტში. მიიღება ისეთი აბორიგენული ჯიში, რომელიც ადვილად ადაპტირდება გარემოსთან. გაუშვეს წითელწინწკლებიანი კალმახი, რომლის განვითარება და გავრცელება მოხდება ჩვენს მდინარეებში. ეს არის მნიშვნელოვანი პროექტი, რა თქმა უნდა, ველური ბუნების განვითარების ხელშეწყობის საკითხში. დღეს ცაგერის მუნიციპალიტეტში პირველად მოხდა წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითის ჩაშვება მდინარე ჯონოულში, მდინარე ლაჯანურში, მდინარე კვერეშულაში. მადლობა მინდა გადაუხადო სოფლის მეურნეობის სამინისტროს.